დაწეკით ყველა ძარცვა. კარები დაკეთე დროზე. Პაიმედეტა. რას აკეთებთ, კაცო? ხალხია აქ. საერთოდ შემოვარდა ეს კაცი. დაჯექი მეთქი დროზე, არ გაინძრე. დაჯექი მან. რა დავჭრე, ბარათია ჩარჩენილი ბანკომატში ჩამიყლაპავს, კაცო. დროზე მაშინ კოდი თქვი და გამოიტანე ფული. კოდი და საგვარეულო ისტორიას მოგიყვები კიდე. დეგენერატი ეს. ბანკირი რომელია? დროზე სალაროები გაიხსნას და ფული ჩაიდო სამჩანთაში. უკაცრავად ბატონო, მაგრამ მაგის უფლება არა მაქვს. მენეჯერის გარეშე სალაროს ვერ გავხსნი. იმედი და ტაძრიდან თუ დარცვაში მოვყვებოდი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი ამას რა. საიდან მოვარდა კაცო ეს იერარქიანი კაცი, ესე გაშვებულია კალს რა. ოლეგი დაილაპარაკე მედი როგორც კაცი კაცს. რა დაველაპარაკო, გალო ეს სულელი ხო არა, ხო დამაჭედა შუბში თქვია კიდევაც. სათამაშო პისტოლეტი გია. გახსენი მეთქი სალაროები. აიმე ბატონო, რა ვერ გაიგეთ, არა მაქვს უფლება, სანამ მენეჯერი არ მოვა. გაუგებროთ ლაპარაკობ. რა უბედურებაა, კაცო, ამ კაცმა როგორ უნდა გვაჯობოს ამდენ ხალხს. ხო სოფო. გოგო შემაგვიანდება ცოტა ბანკის დარცვაში ვარ მოყოლილი. გათი შემეთქი ტელეფონი დროზე. გაცი ერთ-ერთი არა ხიშანი ჭირი მე რა. მოვიფიქროთ რა, რამე როდემდე ვისხდეთ კაცო ასე. არ ჩანს ახლა ეს კაცი ფიზიკურად ღონიერი. სიმაღლე ამას არ აქვს და არაფერი. როგორ დადგეს უყურე. ვერ დავაგდებთ ახლა ამას იატაკზე. ამ ჩანთაში ბლომად მიწვია რაღაცები, კაი წონა აქვს. კი უნდა იყოს მე მგონი ის მინე ახლა. თავდასხმა გლდანში ბანკის ფილიალიდან შეიარაღებულმა პირმა ფულის გატანა სცადა, თუმცა მისი განეიტრალება იქ მყოფმა ქალბატონმა მოახერხა. თვითმხილველები მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. მეტი ხდება რა. ლელა, გოგო რო გაამართლეს ის ახობაძე. და ისეთი ბედნიერი ვარ, გოგო. გადაწყვეტილება გამოიტანა. ვაიმე რა ერქვა იმ მოსამართლე. რომეომ. ხო, ვაიმე, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ 9 პირი ვიტირე მე მგონი. გოგო, ეხლა მე ამოვწერე, ჩაიწერე შენს თუ გინდა. ხო გაქვს პასტა. მუშაობში. 3 პაციენტი და. ხო, ჩაიწერე მიდი, შმაგი გობეჯიშვილი ესენი ცრუები ვინც იყვნენ ამ საქმეში. გობეჯიშვილი ეს პროკურორი თვითონ. ხო, მკერავი. გიორგი გურეშიძე ეს ვინც ჩაუდო თურმე. მე რევაზირაკი ბიჭო შეატრიალე ეგ ის რა ქვია ვენტილატორი მიბერავს წელზე. სათხა შევატრიალე. რო ტრიალებს ისე დააყენე. დავაყენე ხო. სად ვიყავი? ირაკლი ნარიმანიძე, გიორგი ხარგელია, ხო იწერ. გოგო იმას შერაგე პაციენტების შეერაგერიოს. და ვლადიმერ ალადაშვილიო, ხო. აი ისეთი ბედნიერი ვარ რო არ ვიცი რა. ეხლა უნდა დაურეკო ქოცშორენას მე. ხო, ჯანაშიას. რო იძახდა ეგ ბიჭი ნარკომანიაო და მანა ხო ერთი ეს. ხო, რა ვიცი დაწვა მე მგონი, დაიძი. მაინდ როგორ ხარ? სახში ხო თიკო? კი სახში შემოდი. ცივიყავი გავიკეთე, გოგოები მოდიანო გამაფრთხილა. ოთახშია. აუ, მაინდ ეს დივანი იქით გახოლმე და ეს კარადა იქით. დიზაინი შეცვალეთ? თქვენმა დაკალმა შეცვალა ეს, ხო? ამ ბოლო დროს დიზაინებზე და ეგეთ რაღაცებზე მელაპარაკება და მეც კი მომწონს, პრინციპში რაღაცნაირად სივრცე გამოჩნდა, ხო? შეიტყვინდი ოთახში და მოგიტან ტყავებსაც ეხლავე. თიკო რა შვები? გოგო დიზაინერობა დაიწყე ოთახი რო შეგიცვლია? გოგო ხო იცით რომ მომწონდა ეგეთი რაღაცეები რა, ნუ ეხაც მომწონს. რამე კურსის გავლაცაც კი ვფიქრობდი, რა ინტერიერზე დიზაინიან რამე. აუ იქ ძალიან მაგარია, გინდა მოგიძებნო? ამაცინებ შემთხვევა რაღაც მსგავსი. აუ ვერ წვით ტუალეტში გავალ, რა ჩემ გარეშე არ დალიო ტყავა იცოდე. აი ნახიაბა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის იმ ძალიან ცნობილები არიან რა. თან უწერიათ რომ აგვისტოში ყველა კურსზე აქვს 30%-მდე ფასდაკლება. აუ თიკო რანაირად შეცვალა ეს სახლი. ტუალეტის მაგრო დაივანზე გავედი, გამომყევი რა. აი ეს ცივიყავები აქ არის ანასტასია და მოვლენ ესენიც. შვილო, ამ ჩემ შვილს უნდა მე მგონი რაღაცა კურსის გავლა. ოღონ ამან რამე მოინდომოს და მე გადავუხდი ფულს, რა თქვენ აი мотиваცია მიეცით რა გიხვეწები. აი ინტერიერის დიზაინი ძალიან მოეწონებოდა მაინადი და თან ონლაინაც აი და ადგილზე მისვლა შეუძლია, ფასდაკლებაც გქონიათ. ეხლა ჩაგიგდებთ მე თქვენი მესენჯერზე მაგ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის გვერდს. ой, მოვიდეთ ცივიყავები, იმედიათ ეხლა უნიტას მაინც მიაკნებს. გოგო იქ დატოვე? მიდი თორე შენ ოთახს მეგრეთ მამაშენ შეუვარდება საძინებელში. მოვდივართ დღეს, ხო? სიაბეთო. თუ არ დავიწყებია კაცობა, არც აზამთრო და არც ნესვი. ხო. კაი წავედი ახლა ვარგდებით ჩვენ ამცალია. კაი. მე რაღაც დამავიწყე აზამთრო და ნესვიც. ჩახვალ ორნაბიჯში. შენი აზრით? რა ორნაბიჯი სველი მაგთმა? ომარიკო ჩაუშვი. ომარიკო რანაირად ჩავა კაცო ტუალეტშია.
მიხედავები რაც მიგამოვიდი იმის მერე ტუალეტშია. ხო ვეუბნებოდი გუშინ არ ჩამოის მინდი მეთქი და დაემართა. 40 წუთია იქ გავხედო ერთი. ინგა ვერავინ ვერ ჩავდივარ და რო გამოვიძახოთ ორი ნაბიჯიდან. ომარიკო რა შვებია ბა? ჩვენ ვერაფერს. გაიგე რა გითხარი? გავიგე ხო, მაგრამ ჩემგან აღარ გამოვიძახოთ ახლა კაცო. პრომოკოდების აქცია 1 სექტემბრამდე. გადმოწერე მიდი შენ ორი ნაბიჯის აპლიკაცია და დარეგისტრირდი. მალე წავალთ. მან თუ იჯდები ვერსად ვერ წავალთ ჩვენ. აჰა, დაურეგისტრირდი. მომეცი ტელეფონი. მაჩვენე. ესე იგი გაკეთებ მინიმუმ 50 ლარის შეკვეთას. მერე ჩაწერე პრომოკოდი სანდრო G, პატარა ინგლისური ასოებით და ფას 10 ლარიც მოაკლდება და უფასოდაც მოიტანენ. აუ რა მაგარია, სანამ კი მოეწრება მოტანაც. დავუმატოთ მაშინ 2-ო. აუ ინგე გამახსენე მზეებებს რომელი უყვართ ციციბურა თუ ბრინჯი? ციციბურა, გოგო. ციციბურა, ერთი შეკვრა. აუ წინა თუ შემზეებო მასილარი ჩამირიცხა. 2 შეკვრა. ომარიკო შენი შორტები ჩაალაგე აქ. რა ვერ გამოყვედი ბიჭო? ტუალეტის კაღალდაც თუ არ გამოიძახებ, თუ ვერ გამოვა. აი მე მიშველებ დაამატ ტუალეტის კაღალდი. მან ხო დამხა. ხო დედა. კაცო არ დამიწყებია მეთქი არაფერი, მომაკ. კაი. აი მე მიშველი ანასტასია, შავი ქლიავის შირი დაამატე შეკვეთაში. ბავშვი მოიკიდებინა, რა მეხადა თავი უკვე. აი მე კარგი რა დედა, რა ბავშვები არიან, კაცო და უნდა იხმაურონ, აბა რა უნდა კნო. ინგადეიდა. ომარიკო დაიმალა და ვეღარ უყოლა. დამალობანას თამაშობთ? დაიცა თავურეკო. საწავიდოდა ახლა. ომარიკო სათხარ კაცო გეძებენ ბავშვები. რა ბოსალში ბიჭო გამოდი გელოდებიან ეხა დროზე. ახალი დაბანი დაგაბოსელებ მაშინ. მოვა ბავშვები. მე გამოიტანეს ფასაცმელები დამოთვალიერებინა რა ჩამოგივიდა. გეორგი, ომარიკო რო გამოიწეს უთხარი ჯერა სახში მოვიდეს. აი ეს ორი წვილი გამოვიწერე ფოფსარეიდან. და ისე მალე ჩამოვიდა არ ველოდია. რომელია? ბანს. ხო, ეს ციტლები ანასტასიამ გამოწერა. ნახე რა ხარისხია. სიგეს ბოშამ გამომწოიფერებ თათმათა ვერ მოეშვა. არა მაყიდინა ეს ციტლები. კანკია. და ეს მეორე წვილია ომარიკოსი. დედა ნახე რა კაი ფერი სპეციალებია. უყურე. დედარი თუ ვერ მოაღწია კიდე ამ ბავშვმა რა. ნახე. შენათროს რა უკიდე დღეს იუბილარე რო არის 12 წელს რო გახდა. აი მე ჩემი სიკვდილი. როგორ დამავიწყდა კაცულაშას დამადების დღე. მაგრამ ჯერ დილა და გავალ მიულოცა. და რა ვაჭრქო. ჩემ ფეხსაცმელები ჩამოვიდა. ლაშას დედა გირეკავს თიადეიდა. ხოთეა. აი მე მოერგო. ხო, აბა სპეციალურად ავარჩიე მე ლაშასთვის კაცო. ფოფსარიიდან გამოვწერე. ხო, ისეთი ხარისხი. კაი, აბა ჩემო კარგო, მშვიდობაში. კაი. ომარიკო, შენი ფასაცმელები არ ჩამოსულა ჯერ, მალე იქნება. ჩამოსულია ამას ახალი ტავარი. რა იყიდა ნეტა. ვა, TikTok-ს ქროლავინგა? კაცმა რო კითხოს უშმაკის მოგონილია. შენი სუნა გენახა გუშინ მთელი ღამე ლინაკოს რემონტის ვიდეოს უყურებდა. რა ხნა კაცო იმ დრედებიანი გოგოს ვიდეოს უყურებდი და გადავედი მე მაგასთანაც. აი მე ის არის მაგარი ლიკური. ხო. აი მე ლინაკომ რომ მან სახლი იყიდა, ნაკვეთი ქონდათ გვერდზე მე მგონი იმას ციცის კაცო ბარამიძეებს, ხო სადღაც მან ახლო მახლო. აუ ის ნახე სამი გობროს მამიმ სახლი რო დატბორა. აი მე ეგრო რომელი მე გამიკეთოთ სახლში, ჩაგახჭობთ იქვე და ეგ იქნება. ჩუ ერთი წუთი, დათუნ დადო ახალი ვიდეო ტეკლაზე. რა, მე ხუსინ გამოყევი და სულ მივატყო. ოი მინე ტეკლე გურგენიძია. ეთუნა გაუგზავნე, იქნება იცნოს თავისი თემა. ჩემი სული არ არის. დი შეხედე სელენამ სოიოს ყველი ვიყითეო. სოიო რა არის? იყიდა ახლა მაგასაც არ მოეწონება მაინც და რა აზრი აქვს. დედა წინას რო იყიდა, გასახეთ კიწვენები, ლამის რო გაიგუდა. როცა ძალიან მოგინადრები მაგ. დედა როგორ მიყვარს ეს ბიჭი. ლექსებს რო კითხო. ხო, ვიცი, მაგის და ქალი მგავს ხასიათებში. მაჰათორებ ქეთო ჯვარი წერია. თვითონ ეს ბიჭი არ მოგწონს? ხო, მაგრამ რავი, not my type. ანა ყავლაშვილს უწერენ, ქათამი რო გადმოდგი გაზდაკჩა მოშვებულიო. მაგრამ ამას აგაზი გაგუდავს გენაცვალე ბომბებს ანაიჭრალებდა დეკემბრის აქციაზე. ეს გამაგებინა ეს როგორ ითიიღებავს თმებს. წითელთმიანი ნათიეროა. აუ შენა შეიღებო თმები წითლად. დამახინჯდები.
ეი, სანდრო გოცილიძე, მახალი ვიდეო დადო. დიახ, გიყვარს ეს ბიჭი? რა ვიცი, ახლა დიდად არ გიждები. ის ქალი როა პერსონაჟი. კიდე კაი რო გეთდე და არა ვარ. აუ მე ძალიან მივასება მაგის ვიდეოები. ასე მგონია ხომ ზოგჯერ ჩვენზე გადაობს. ეს კამერა ვინ დამიდო აქ? მასო ტუალეტში ვარ, ეხლა რო გამოვალ და გირეკავ. დე ვიღაცაა კარზე. გამარჯობა. თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო, მე რაბი მქვია, ჩალიჩა თვითონიც სანტექნიკის კომპანიაზადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა? ხო, ცოტა კი ავირიე, ხო? აი კითხე მარცხნივ არის ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. დე ტუალეტში ვარ, ასაკეთებ. გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა. არა უშობს ამარი ყავიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი იატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი. გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ. რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე კიდე რა მინდა? მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა ქვია, საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩვენ ვით ცოტა პრობლემური კუჭნაწლავია აქ, ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და პარეხა ესეც მოვაწეს როგორ თუ შეიძლება. დერელებს ამბობ. გოდით რა 2 წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. კენი უცბა და გადინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ გაბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობები და რაღაცა თხრიალის ხმა აქ თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ხო, ეს არ იყო თხრიალის ხმა. აი უყურეთ.